ძალიან ბევრს ვთქვამს ჩემთვის, რომ ჩემთან საუბარი სიამოვნებთ. ალბათ ფიქრობ, რომ კარგი მოსაუბრე ვარ და მაგიტომ, მაგრამ არა, რეალურად უბრალოდ კარგი მსმენელი ვარ, რაც ყველას, მათ შორის შენ შეგიძლია რომ იყო. უკეთესი მსმენელი რომ ვიყო, მე ამ 3 ტექნიკას ვიყენებ. სცადე იქნებ გამოგადგეს. პირველი, დასვი კითხვები. ყურადღებით მოусმინე, რაც გიყვება მეგობარი და ამბის დეტალებზე ჩაიკითხე. მაგალითად, თუ გითხრა რომ დასასვენებლად იყო წასული, შეგიძლია კითხო: სად იყავი? რამდენი ხნით? ვისთან ერთად? ან როდის? ადამიანებს საკუთარ თავზე საუბარი უყვართ. შენს მიერ დასმული კითხვები კი თავს აგრძნობინებს, რომ მართლა დაინტერესებული ხარ მათი ცხოვრებით და ისინი უფრო გაიხსნებიან. მეორე, არ იფიქრო იმაზე, თუ შენ რა პასუხი უნდა გასცე მათ. ხშირად ისე ვართ კონცენტრირებული ჩვენ რა პასუხი უნდა დაუბრუნოთ ადამიანს, რომ რეალურად მათთვის მოსმენა გვავიწყდება და მნიშვნელოვანი დეტალები გვრჩება. არა და ხშირად ადამიანები რაღაცას მხოლოდ იმიტომ გვიზიარებენ, რომ მოусმინოთ და არა იმიტომ, რომ ჩვენგან რაღაც პასუხს ელოდებიან. მესამე, არ შეგეშინდეს უხერხული სიჩუმის და პაუზების. არ დაუბრუნო ადამიანს პასუხი მაშინვე, როგორც კი წინადადებას დაასრულებს. დაელოდე, იქნებ კიდევ უნდა რამის თქმა, უბრალოდ სწორ სიტყვებს ვერ პოულობს და ამისთვის დრო სჭირდება. თან სიჩუმის შევსება მასაც მოუნდება. შესაბამისად, მეტად გაიხსნება და უფრო მეც გეტყვის. და შენი აზრით 1-დან 10-მდე რამდენად კარგი მსმენელი ხარ? დაგვიწერე კომენტარებში.